ალბათ ყველა დამეთანხმება თუ ვიტყვი რომ ქუთაისში თუ ერთხელ ჩახვედი სამუდამოდ შეყვარებული ხარ ამ ქალაქზე. ქუთაისი არის ჩემი მშობლიური ქალაქი და ძალიან ვამაყობ ამით. თავს აღარ შეგაწყენთ პირდაპირ გადავალ საქმეზე, რადგან ქუთაისზე არაერთი ვიდეო მაქვს ჩაწერილი. სასტუმრო მაგნოლია ალბათ ყველა მიცით, ეს არის ის ცნობილი სასტუმრო წითელ ხიდთან, სადაც მაგნოლიის ხესთან ყველა იღებს ფოტოებს. მე 2 დღით დავრჩი ამ სასტუმროში. არის საოცარი ხედები აივნიდან, პირდაპირ გადახურებს მდინარე რიონს და ღამით იცინებთ მდინარის წყლასთან ერთად. ქუთაისში გემრიელად ბევრ უკან მიირთმევთ, მაგრამ მე მინდა გესაუბროთ ამ სასტუმროს საკვებ ობიექტზე, რომელსაც ქვია ქართული სამზარეულო და სადაც არის თავმოყრილი საქართველოს ყველა კუთხის კერძები. დღეს არ მივირთმევ იმერულ საჭმელებს. პირველი რაც შევუკვეთე, ეს იყო ხაჭაპური შამფურზე. მოიტანეს როგორც ხედავთ შამფურით, ყველი აი ესე იწელებოდა და იყო ძალიან გემრიელი. შემდეგი კერძი რაც მივირთი, ეს იყო გრილზე შემწვარი დორადო, ჯერ ნახეთ როგორი სერვირება აქვს და ეს იყო სრული გაცისკრომნება. საკმაოდ დიდი ულუფა იყო, მაგრამ როგორც კი დავიწყე მირთმევა, ვერ მოვწყდი. ძალიან გემრიელი იყო, ჩემი უდიდესი რეკომენდაცია დორადოს ქართულ სამზარეულო მაგნოლიაში. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ეხლა კი სამეგრელოს მოვუხმოთ ქუთაისში, შევუკვეთე გებჟალია. აი ამ კერძმა დამაბრუნა ბავშვობაში. ჩემი ქუთაისელი ბებია, რომელიც იყო დედით მეგრელი, ამას ხშირად ამზადებდა, სხვათა ეძახდა გადაზელილ ყველს, მოკლედ გებჟალიამ მომგზავრა ბავშვობაში. შემდეგი ელარჯი და კუჭმაჭი კეცზე. ნახეთ ელარჯი როგორ იწელება. მე პირადად ხომით ძალიან მიყვარს, ელარჯიც ძალიან მიყვარს და მეგრული კუჭმაჭი და კუპატი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძი. ერთხელ მახსოვს სამეგრელოში სუფრაზე მოიტანეს კუჭმაჭი და ისეთი გემრიელი იყო, რომ სხვებიც რო ჭამდნენ, ამაზე ვხიზიანდებოდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ თლიანი ულუფა ჩემი ყოფილიყო, მეგონა რომ არ მეყოფოდა, იმდენად გემრიელი იყო. რაც შეეხება მაგნოლიაში, ელარჯი არის იდეალური, რაც შეეხება კუჭმაჭს, ვისურვებდი რომ უფრო წვრილად იყოს დაჭრილი და მეტად ცხარე. სხვა მხრივ იყო ძალიან გემრიელი. და ბოლოს დესერტად მივირთვი ფახლავა. რომ გითხრათ რომ როგორი უნდა იყოს ფახლავა, ამაში ძალიან ვერ გვევი, მოვიტყუები, მაგრამ ეს ფახლავა ნამდვილად იყო ისეთი, როგორიც მე წარმოვიდგენია რომ უნდა იყოს ფახლავა. ჩემი უდიდესი რეკომენდაცია ქართულ სამზარეულო მაგნოლიას. Savarado da Samaiso